რა არის ლითიუმის საფუხი ცხიმი? სალამი ინჟინერიის მოყვარულებო. დაფიქრებულ ხართ, ოდესმე რამდენი მანქანა გვაქრავს გარს? დაწყებული იმ მანქანით, რომელიც სამსახურში მიგხავს, დამთავრებული გიგანტური ტექნიკით, რომელიც ჩვენს ქალაქებს აშენებს. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს. სჭირდებათ შეზეთვა, რომ გამართულად იმუშაონ, ზედმეტი ხახუნის გარეშე, რაც სვეთასა და მწყობრიდან გამოსვლას იწვევს. მაგრამ ამდენი სახის საფუხ მასალას შორის არსებობს ერთი, რომელიც გამორჩეულია თავისი მრავალმხრივობითა და ეფექტურობით და ბევრისთვის სხვადასხვა დანიშნულებისთვის რჩეულ საფუხ მასალად ითვლება. საუბრობთ ლითიუმის საფუხ ცხიმზე, მაგრამ რა ხდის მას ესეთ განსაკუთრებულად და რატომ გახდა ის ინჟინრებისა და მექანიკოსების რჩეული მთელ მსოფლიოში? მაშ, რა არის ზუსტად ეს ლითიუმის საფუხი ცხიმი? საკუთარ არსში ლითიუმის საფუხი ცხიმი უბრალოდ ზეთი არ არის, არამედ ნახევრად მყარი ნივთიერებაა, ედვარი ღრუბელი, რომელიც ზეთს ინახავს. უკვე მაქვს ვიდეო ამ არხზე, სადაც საუბრობ რა არის საფუხი ცხიმი, მაგრამ წარმოიდგინეთ გელი ან პასტა. მას აქვს ისეთი კონსისტენცია, რომ რჩება იმ ადგილას, სადაც ის გამოიყენება, განსხვავებით თხევადი ზეთისგან, რომელიც ადვილად დაიღრებოდა. ეს თვისება აუცილებელია იმ კომპონენტების საფუხად, რომლებიც ვერ ინარჩუნებენ თხევად ზეთს, მაგალითად საკისრები და სახსრები. მისი სტრუქტურის უკამდგომი მაგია ლითიუმის საპონშია, რომელიც მოქმედებს როგორც გასქელებელი, აძლევს საფუხ ცხიმს მის დამახასიათებელ კონსისტენციას და საშუალებას აძლევს, რომ შეინარჩუნოს საბაზისო ზეთი და დანამატები სტაბილურ მატრიცაში. მაგრამ როგორ მივახციეთ ამდენად მრავალმხრივ და ფართოდ გამოყენებად საფუხ მასალას? ლითიუმის საფუხი ცხიმის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ინდუსტრიისა და ინჟინერიის განვითარებასთან. მე-20 საუკუნის დასაწყისში მანქანების განვითარებასთან და უფრო განძლე საფუხი მასალების საჯელოებასთან ერთად, კვლევარები ეძებდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეძლებდნენ უფრო მძიმე სამუშაო პირობების გაძლებას. იმ დროის ტრადიციულ კონსისტენტურ საფუხებს, რომლებიც ხშირად კალციუმის ან ნატრიუმის საფუძველზე მზადდებოდა, ჰქონდათ შეზღუდვები, ვეები განსაკუთრებით ცხლის მიმართ გამძლეობასა და სხვადასხვა ტემპერატურაზე სტაბილურობის მხრივ. 1940-იანი წლებიდან დაიწყო ლითიუმის საპნის გამოყენება როგორც უფრო ეფექტური გასქელებელი, რომელმაც შემოიტანა თვისებების კომბინაცია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა საფუხი მასალების ბაზარზე. საფუხი მასალის ძიებამ, რომელსაც შეეძლო კომპონენტების დაცვა ტენიან გარემოში და ტემპერატურის ცვალებადობის პირობებში, გამოიწვია ლითიუმის კონსისტენტური საფუხის განვითარება და პოპულარიზაცია, რომელიც სწრაფად გახდა ინდუსტრიული სტანდარტი. მაგრამ რა ხდის ლითიუმის კონსისტენტურ საფუხს ესეთ განსაკუთრებულს და რა თვისებები აქვს მას? ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა მისი წყლის მიმართ დგრადობა. სხვა კონსისტენტური საფუხებისგან განსხვავებით, რომლებიც ადვილად ირეცხება ან ემუგილდება წყლით, ლითიუმის კონსისტენტური საფუხი ინარჩუნებს თავის მთლიანობას და საფუხ თვისებებს. თუნდაც ტენიან გარემოში ის მოქმედებს როგორც ნაწილებისთვის ნამდვილ საწვიმარივით. გარდა ამისა, მას აქვს შესანიშნავი თერმული სტაბილურობა, რაც ნიშნავს, რომ ის ინარჩუნებს თავის საფუხ თვისებებს როგორც მაღალ, ასევე დაბალ ტემპერატურაზე. ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას იმისთვის, რაც გაჩვენეთ. მისი წვეტდენის ტემპერატურა, ანუ ტემპერატურაზე, როდესაც კონსისტენტური საფუხი ნახევრად მყარი მდგომარეობიდან თხევად მდგომარეობაში გადადის, ჩვეულებრივ მერტეობს 150-დან 200 გრადუს ცელსიუსამდე. ეს აჩვენებს მის გამძლეობას. სხვა მნიშვნელოვანი თვისებაა ოქსიდაციისადმი მდგრადობა, რაც ახანგრძლივებს კონსისტენტური საფუხის და შესაბამისად შეზეთილი კომპონენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას. ხელს უშლის მის დეგრადაციას და დროთა განმავლობაში დამცავი თვისებების დაკარგვას. მაგრამ როგორ მზადდება ასეთი ტიპის კონსისტენტური საფუხი? ლითიუმის კონსისტენტური საფუხის შემადგენლობა შედარებით მარტივია, თუმცა მისი ელემენტების კომბინაციაა ის, რაც მას განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. ძირითადად ის შედგება სამი მთავარი ინგრედიენტისგან: საბაზისო ზეთი, გასქელებელი და დანამატები. საბაზისო ზეთი, რომელიც როგორც წესი მაღალი ხარისხის მინერალური ზეთია, არის ის კომპონენტი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს შეზეთვას და ამცირებს ხახუნს ზედაპირებს შორის. მისი სიბლანტე შეიძლება განსხვავდებოდეს. ხშირად გვხვდება საბაზისო ზეთები ISO 32-დან ISO 100-მდე სიბლანტით, დამოკიდებულია გამოყენებაზე. სასქელებელი, როგორც უკვე ვახსენეთ, არის ლითიუმის საპონი, რომელიც წარმოიქმნება ცხიმოვანი მჟავისა და ლითიუმის ჰიდროქსიდის რეაქციით.
ის მოქმედებს როგორც მატრიცა, ედვარი მოლეკულური ღრუბელი, რომელიც ინარჩუნებს საბაზისო ზეთს და ამყოფებს მას ადგილზე. და ბოლოს გვაქვს დანამატები, რომლებიც ვიტამინებივით ან დამატებით ზეძალებივითაა, რომლებიც ცხიმს ემატება მისი მუშაობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად. ისინი შეიძლება შეიცავდეს კოროზიის ინჰიბიტორებს, ანტიოქსიდანტებს, ექსტრემალური წნევის დანამატებს, მძიმე დატვირთვების ასატანად და ცვეთის საწინააღმდეგო აგენტებს. თითოეული მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მანქანების დაცვასა და ხანგრძლივობაში. მაგრამ თუ ის ესეთი კარგია, სად შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ინდუსტრიაში? ავტომობილების სექტორში იგი ფართოდ გამოიყენება ბორბლების საკისრებში, უნივერსალურ სახსრებში, საკინდარისა და საჭის კომპონენტებში, რაც უზრუნველყოფს თქვენს მანქანას რბილად და უსაფრთხოდ მოძრაობას. ინდუსტრიაში მისი არსებობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა, სადაც მას შეხვდებით ელექტროდრაობის საკისრებში, თუმბოებში, ვენტილატორებში, ტრანსპორტიორებში, სასოფლო-სამეურნეო მანქანებსა და მძიმე სამშენებლო ტექნიკაში. ის იდეალური არჩევანია ღია გადაცემათა, პინებისა და ბუშინგების საფუხად, სადაც ათხეზია და წყლის მიმართ მდგრადობა გადამწყვეტია. ძირითადად ნებისმიერი კომპონენტი, რომელსაც სჭირდება საფუხი, რომელიც ადგილზე დარჩება, გაუძლებს რთულ პირობებს და დაიცავს ცვეთისგან. დიდი ალბათობით ისარგებლებს ლითიუმის საფუხით ცხიმით. მაგრამ რატომ არის ეს ლითიუმის საფუხით ცხიმი ესეთი პოპულარული და რა არის მისი მთავარი უპირატესობები? პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ მას აქვს შეუდარებელი კომბინაცია მუშაობის ხარისხსა და ღირებულებას შორის. მისი მრავალფუნქციურობა უდავოდ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რადგან ერთი და იგივე საფუხით ცხიმის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებისთვის, რაც ამარტივებს მარაგისა და მოვლის პროცესს. შესანიშნავი დაცვა ცვეთისა და კოროზიისგან ახანძლიებს კომპონენტების ექსპლუატაციის ვადას, ან ცილებს შეცვლის საჭიროებას და შესაბამისად მომსახურების ხარჯებს. მისი მექანიკური სტაბილურობა ნიშნავს, რომ ის ადვილად არ იშლება ან არ რბილდება დატვირთვის ქვეშ. ინარჩუნებს თავის კონსისტენციას და საფუხ თვისებებს უფრო ხანგრძლივად. გარდა ამისა, წყლით ჩამორეცხვაზე მდგრადობა ძალიან დიდი უპირატესობაა ტენიან გარემოში ან იქ, სადაც ხშირია წყალთან კონტაქტი, რაც უზრუნველყოფს, რომ საფუხი თვისებები არ დაირღვეს. მაგრამ ნუ თუ ის ყველაფრისთვის იდეალურია, თუ არსებობს შეზღუდვები ან სიტუაციები, სადაც ის საუკეთესო არჩევანი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ის უკიდურესად მრავალმხრივია, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ. Que nenhuma solução é universal. სტანდარტული ლითიუმის საფუხით ცხიმი სპეციალური დანამატების გარეშე შეიძლება არ იყოს ყველაზე შესაფერისი იმ გამოყენებებისთვის, სადაც ძალიან მაღალი წნევის დატვირთვები ან მუდმივად 150 ან 200 გრადუს ცელსიუსზე მეტი სამუშაო ტემპერატურა. ასეთ შემთხვევებში დანამატებიანი საფუხით ცხიმები ან ლითიუმის კომპლექსური საფუხით ცხიმები, რომლებიც უფრო მაღალ თერმულ გრადობას უზრუნველყოფენ, უფრო რეკომენდებულია. გარდა ამისა, გარემოებში, სადაც ჭარბი აბრაზიული ნაწილაკები დაბიძურება, ლითიუმის საფუხით ცხიმს შეიძლება სპეციალური ფორმულა, ან უფრო ხშირი გადაზეთვის რეჟიმი დასჭირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის გაეცნოთ მოთხოვილობის წარმოებლის სპეციფიკაციებს, რათა სწორად შეარჩიოთ საფუხის საშუალება. და როგორ შეედრება ლითიუმის საფუხით ცხიმი ბაზარზე არსებულ სხვა ტიპის საფუხით ცხიმებს. მისი ადგილის გასაგებად სასარგებლოა მისი შედარება რამდენიმე ალტერნატივასთან. კალციუმის საფუხით ცხიმები მაგალითად ცნობილია მათი შესანიშნავი წყლის მიმართ მდგრადობით, თუმცა როგორც წესი, აქვთ უფრო დაბალი წვეთოვანი წერტილი და მაღალი ტემპერატურის პირობებში ისეთი სტაბილურობით არ გამოირჩევიან, როგორც ლითიუმის ზეთები. ნატრიუმის საფუხით ცხიმები კი მაღალი ტემპერატურის პირობებში კარგ სტაბილურობას უზრუნველყოფენ, მაგრამ ძალიან მგზნობიარენი არიან წყლით ჩამორეცხვაზე. ლითიუმის კომპლექსური საფუხით ცხიმები ლითიუმის ჩვეულებრივი საფუხით ცხიმების გაუმჯობესებული ვერსიაა, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურებისა და მძიმე დატვირთვების პირობებში უკეთესი მუშაობა უზრუნველყონ. ეს უფრო გამძლე, მაგრამ ასევე უფრო ძვირადღირებული ვარიანტია. ლითიუმის ჩვეულებრივი საფუხით ცხიმი წარმოადგენს შესანიშნავ ბალანსს მუშაობის, მრავალმხრივობისა და ფასის შორის, რაც მას სტანდარტულ არჩევანად აქცევს უმეტესობისთვის ზოგად გამოყენებებში. აი ეს ლითიუმის საფუხით ცხიმი, მაგალითად, მეყენებ ჩემი სამგანზომილებიანი პრინტერის, ლაზერული საჭრელისა და კომპიუტერის კულერების შეზეთვისთვის და სხვა მრავალი დანიშნულებისათვის. მართლა ღირს ესეთი ქიმის სახში ქონა, მათ შორის კარის სახსრებშიც. რადგან მას ბევრად უკეთესი განძლეობა აქვს, ვიდრე სხვა სახის საფუხ საშუალებებს. რამდენიმე ლითიუმის საფუხით ცხიმის ვარიანტს დავტოვებ ბმულზე, რომელიც ვიდეოში ჩანს. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილეთ წევრობაში გაწევრიანება, რომ დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში.
თუ გაინტერესებს მეტი იმ კურსებზე, რომლებსაც გირჩევთ, გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბული. რომ მიიღოთ ცნობა მრავალ შესაძლებლობაზე სხვადასხვა უნარის გასავითარებლად, რაც თქვენს კარიერაში განსხვავებას შექმნის. და შენ, ოდესმე გამოვიყენებია ლითიუმის საფოხი ცხიმი რომელიმე გამოყენებაში? როგორი იყო შენი გამოცდილება? გააზიარე შენი ისტორიები და კითხვები კომენტარებში. ეს იმიტომ, რომ შენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ინჟინერიის საიდუმლოებების გამჟღავნება. გარდა იმისა, რომ გქონდეს კონტაქტი თქვენთან და თქვენც შეძლოთ ერთმანეთთან კონტაქტი, აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.